აგითებლებოდო მაყურებელი შემოვიყვანო და მე მინდოდა შეკითხვები დასმა თუ მოვასწარე. გისმენ დიახ ეთერში ხარ? გისმენ? ეთერში ხარ? არა ყავს ძალიან კარგი. აი თეორი ბატონო ახერხებდი სტუმარი ყავს. ორი კვირიცი და მან ბრძანა რომ 12 აი ეს რა ქვია პირობა თუ მუხლი ძალღვიაო ესენგესიო უსეთმაო რატომ არ უჩივლეთო ესენგესიო და რატომ არ ვიყენებთ ამ მექანიზმს იმიტომ რომ ესენგედან გამოვედით ხო იურიდიულად ერთ-ერთი ჯერ კიდევ იქავად აი თავად ესენგეში საარჩევნზე გეფიქრათ ხოდათ ამაზე ვერტი ამაზე იყო რა თქმა ესეთი ბევრი ვერსიები იყო და ბოლო-ბოლო გადავწყვეტეთ რომ ესენგეში ჩივლს და კიდევ ერთხელ თავის მოტყუებას ჯობია რომ და ახლა მოდით გულახდი რა თქვა მაშინ ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩაგვეყენებინა ჩვენი პარტნიორები, მეგობრები, როგორც არიან სომხები, აზერბაიჯანელები, უკრაინელები და სხვები, რომელსაც პოზიციები უნდა დაეჭირათ ესეთი შიგნით, ხო? ამიტომ ჩვენ ვამჯობინეთ რომ საერთაშორისო შეგვეტანა საერთაშორისო სასამართლოში და ეს გაგვეხადა არა ესენგეს სივრცის პრობლემა, არამედ გადაგვეხადა საერთაშორისო სასამართლოს განხილვის თემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კი ბატონო, ესენგეში ჯერისი რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ ჩვენს კოლეგებს და მეორე დეჟურაფის ვერ მივიღებდით, იმიტომ რომ მაინც ეს რუსოცენტრული ორგანიზაცია. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ზოგადად აი ამის ტრიბუნის გამოყენებაზე იყო ფიქრი იყო რა თქმა უნდა, იცით რა არის ახლა DSS მეხშირად შეუნდოდა რატო არ გამოვდივართ. და ერთ-ერთი მიზეზი რის გამო ჩვენ არ გამოვდივართ, ორი მიზეზი იყო მინდა გითხრათ. პირველი იყო ის რომ ჩვენ გვჭირდებოდა ასე ვთქვათ ორმხრივი ხელშეკრულებები ეკონომიკური ხასიათისა იმისათვის რომ რაღაც სავაჭრო რეჟიმები და მინუსის რეჟიმები არ დაგვერღვია, რასაც DSS არ რეგულირებდა. მინდა გითხრათ რომ ის დაწყვეტის წინ 80% ეს ხელშეკრულებები ორმხრივი დადებული იქნა. ანუ ამას მიზანმიმართული მუშაობა მიმდიოდა და მეორე DSS იყო ჩვენთვის ყოველთვის ტრიბუნა, სადაც შეგვეძლო გამოსულიყავით და ჩვენი სატკივარი დაგვიფიქსირებინა. ну ასევე მოდი ნუ დავუმალოთ ეს იყო შანსი ასე ვთქვათ პირისპირ გველაპარაკა სხვადასხვა ლიდერებთან, მათ შორის რუსეთის ლიდერებთან არის. ხანდახან ისინი ხშირად აგვიანებდნენ ხოლმე შეხვედრებზე და თანასწორად. მაგრამ ესეც ხდებოდა, მაგრამ ეხლა სიტუაცია იმდენად ნათელი გახდა ომის მერე ვინ საერთოდ და როგორ არის რომ ჩვენი დარჩენა ამ ორგანიზაციაში უბრალოდ ამორალური იქნება. არის სიტუაცია მაინც დაულაგებულია სწორედ ახლა ეს მეკითხებოდა რა შეიძლება იყოს აი რაღაცა რომ მოხდეს და ვინმეს რაღაცა გადაუდებელი საქმე კონდეს იგივე საოპერაციო რაღაც ამდაგვარ როგორ უნდა წავიდეს მოსკოვში სხვა ქვეყანა აი ვიზები როცა არ არსებობს ხო ну თუ კურნალობაზე ამდეკაცი არის უსწრაფო თუ რა თქმა უნდა ძალიან გართულებულია მათი მხრიდან ჩვენი მხრიდან სხვადასხვა ყველა ბარიერი მოხსნილია და თუ კურნალობაზეა ლაპარაკი მე ვფიქრობ რომ ალტერნატივები მოსკოვის არსებობს არის იგივე უკრაინა მე ვფიქრობ რომ უკრაინაში არანაკლებ ფასები ერთნაირია როგორც რუსეთში მედიცინა მე ვიტყოდი რომ იმაზე უარესი არ არის და ეხლა ფაქტობრივად კავშირი რა ჩვენ გვახსოვს კრემლოვკა და ეგ რაღაცები ეს უკვე მოხდა ყველაფერი კომერციალიზირებულია ყველაფერი და არ ამგონია რომ რაღაც გაქცევები და არის გააჩნია რა ტიპის დაავადებებია ლაპარაკი ხო არის დაავადებები რომელსაც აგერ სომხეთში შეგვიძლია კურნალობენ დაუშვათ ფულის ოპერაციებს საკეთებენ გადასარევად სომხეთში არის რაღაცები რაც უკრაინაში აკეთებენ არის რომელსაც ვერც უკრაინა უშუალოდ ვერც რუსეთი და ვერც სომხეთი ვერც საქართველო აუცილებლად ან გერმანიაში ან სხვაგან უნდა წაიყვანო საერთოდ კურნალობა ძალიან სერიოზული თემაა რომელიც სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი ჯერ ვერ არის და მინდა გითხრათ რომ ეს არის სერიოზული განხილვის საგანი ხელისუფლებისთვის იმიტომ რომ ჯანდაცვა ეს სფეროა სადაც ყველას ეხება და დღეს ეხება კარგი ამიტომ და მეკითხა კიდევ ეხლა რაღაც ისეთი წავდა წამოვიდა ვისაც არ ეზარება ყველა იჭერს დროშას რომ სახალხო დიპლომატია და ჩვენ ჩავართ მოსკოვში ჩვენ გავარკვევთ ძალიან სული ფონი არ გვიბადრობს თქვა რა და ეს იქნება რაღაცნაირი უცნაური რაღაც მანიპულირებები ხდება
ჩვენი ხელისუფლებიდან ზოგს ახერხებენ, ზოგს უცხავენ. იგივე ხოლმე ნათქვამი, რომ მოგიწევ დიალოგში გასვლა რუსეთთანო, ოფიციალური პოლიტიკა საქართველოს მთავრობისა როგორი არის? საქართველოს პირადად თქვენი როგორი არის? რამდენად ხართ თქვენ დაუშვათ კეთილგანწყობილ იმაზე, რომ იარონ ეს თქვენი აზრი რა? აქ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ის რომ რუსეთთან დიალოგი საჭიროა, მე მგონი ამას ეს არავინ არ აყენებს, იმიტომ რომ საქართველოს რა ჯარის არ უნდა ყავდეს, ხო მოდით რეალურად ვთქვათ, შეიძლება ყავდეს სამჯერ უკეთესი ჯარი, მაგრამ რუსეთთან ომის მოგება ცოტა არ იყოს, მე ვფიქრობ, გაზიარებულია სერიოზულად, იმიტომ რომ რაოდენობით მოგერება სხვადასხვა არის გაანადგურა. შეიძლება შენი ქვეყანა დაიცვა, მაგრამ იმას რომ ომი მოუგო, ცოტა ძნელია. აქედან გამომდინარე, რუსეთთან დიალოგი რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ერთი რაღაცა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსეთი დღეს ცდილობენ ყველაფერი წარმოადგენენ როგორია. არიან კარგი ქართველები და არიან ცუდი ქართველები. იმას რომ სამშობლოს არცო ეს მნიშვნელობა არ აქვს. ხო, აი სააკაშვილი და მისი გარშემო ხალხი არიან ცუდი ქართველები და ვინც რუსეთთან დღეს წავა და ჩაეხუტება და ეტყვის რომ თქვენ რაც უნდა ფიქრებით, მაგრამ აი თქვენი ძმები ხართ და პუშკინი და ლერმონტოვი, ისინი არიან კარგი ქართველები. ეხლა ისინი ცდილობენ ეს კარგი ქართველები იპოვონ და პირზე იმუშაონ და ყველას უთხრათ რომ ისიც რა არის ქართველები, აგერ ველაპარაკობთ, აგერ არიან ქართველები, ჩამოვიდნენ ჩვენთან, კარგი ქართველები არიან, სწორი ქართველები არიან უბრალოდ. აი ეს თამაშები რა თქმა უნდა რუსეთის მხრიდან შეიმჩნევა. სურვილი აქვს რომ ესეთი რამეები ითამაშონ, თავარია ახლა ჩვენ არ წამოვეღოთ ამ ძალიან მარტივ ანკეტს. მეორე რა მინდა? რუსეთმა ჩემი აზრით ამ ომის დაწყება გადაწყვიტა სადღაც აპრილ-მაისში. ანუ ომი შეიძლება არ გადაწყვიტა, მაგრამ დროის თვალსაზრისით, ხო? აპრილში და მაისში ნავთობი ღირდა $140 და მიდიოდა 200-ისკენ. რუსეთის საერთაშორისო პრესტიჟი იყო საკმაოდ მაღალი, მყარი. ამასთან ერთად იყო ლაპარაკი, რომ თუ რუსული გაზი არა ევროპა გაიყინება და ასე შემდეგ. რუსეთის ბირჟები იყვნენ ყველაზე მაღალ მდგომარეობაში ამ პერიოდისთვის. ახლა შევხედოთ დღევანდელ რუსეთს. დღეს რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც 32%-იანი დავალიანება აქვს ხელფასებისა. სადაც ნავთობის ფასები არის $42, 43-42. ბიუჯეტი საერთაშორისო დათვლილი აქვს 71-ზე და მომავალი წლის ბიუჯეტი დათვლილი აქვს 95-ზე. ეს არის ქვეყანა, საიდანაც ბანკიდან ფულს ვერ გამოიტან, დოლარს ვერ იყიდი. ეს არის ქვეყანა, რომლის გაზის 8%-ის ყიდვაზე ევროპამ უარი თქვა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ძვირია და დიდი მადლობა სხვაგან ვიყიდითო. და პუტინი რო ემუქრება, რომ ჩვენ ტანკერების ჩამოვარცხავთ და რაღაცა ხაზუნა ჩამოვართ, რომელ პორტში უნდა ჩამოვარცხავთ. ნავებში რა ქვია, ჩრდილოეთ ნაწილში სადაც სხვა გაყინულია თუ სადაპიროს ამის ეხება ძალიან საინტერესოა და რა ტექნოლოგიით აკეთებს. ამას ეგეც საინტერესოა. ყველა მისწავლა ჭკუა და მეგონა რომ უსეთ ტექნოლოგია არ უნდა მიყიდა. მათი ბირჟა 75%-ით არის ჩამონგრეული. სოფლის ბირჟები დაეცა ზოგი 30%, ზოგი 35%. 75 არის ძალიან დიდი. ანუ ეს უკვე ის რუსეთი არ არის, რასაც ის ბაგის ვიქო. ეს კაცები ბატონო ძალიან კარგია, რომ ამ თემას მე ვწლებაგული ძალიან მინდა თავაზები საუბრობ ზოგადი არ გიდა ჯანდაბას, მაგა სულად წაუვიდეს ასე, მაგრამ ერთი რაღაცა არის. აი უცნაური სიტუაცია მოგვიგეს, მაგრამ ხოლმე რომ დაგველაპარაკეთ. ეს ამ სიტუაციას არ იყენებს ჩვენი რეალური ხელისუფლება. დამეწუნეთ ძალიან საინტერესო რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ სააკაშვილის არ ველაპარაკები. რუსეთის ამის კარგად შეტრიალება შეიძლება გელაპარაკებითო? ვიცი მე, აი რესურსი რაღაცნაირად არ არის სწორედ გამოყენებული ან კარგად გამოყენებული. არა, რადგან კონკრეტულად ლაპარაკობ, ხო? მე დიდბატონს ვქენ, ამიტომ თქვენ ერთ-ერთი იმასგანიცაც ისენაც საუბარი შეიძლება და ისმენ. ეს ლანმერაბიშვილი ლუკაშენკოსთან რო იყო ჩასულ, ჩავიდეს ახლა. რაღაცა ესეთი კი არის აღვებაფერი, პროპაგანდაზე და კონტრპროპაგანდაზე ციგნები არის